Good evening, Othar. Evening, good. Video. ხო. Აი ცეკვავინო ვარსკვლავების ახალი კონკურსი რო იწყება, ხო იცი? ახალი სეზონი გინდოდა გეთქვა. ახალი სეზონი. ხო, მე? ერთ-ერთმა მონაწილემ ჟიურიში ზის ოთარიო და ნამეტანი არ დამჩაგროსო და ეს კონვერტი გამომატანა. არ აქვს ხვენია ვალიკო. რატო? არ აქვს ხვენია, ეხლა მე შეგონია მე ცეკვების ჟიურიში, იმიტომ დავჯექი და დავთანხმდი რომ ამაზე მე ფული გავაკეთო? როგორ არ აქვს ხვენია, მამის ტოლა კაცი ხარ. ასე მიცნობ შენ მე? აი ძალიან რო არ მიყვარდე და დიდ პატვის რო არ გცემდე, მართლა ძალიან ცუდად გიპასუხებდი ეხლა მე შენ რა. გამიხედა, არ შეიძლება ასე რა, ჩაიხედა ერთი რამდენია. 20% ჩემია. კაცო, შენ ვერ გაიგე მე რა გითხარი? შენ მე მართლა ისეთი ხო არ გონი ვარ, კაცო, რომ მართლა ნამუსი აღარ არსებობს, ადამიანობა არ არსებობს, კაცობა არ არსებობს, მომეცი ერთი წუთი რა. მომეცი აქ რა. როგორ გეკადრება, კაცო, როგორ შეიძლება ასე? ყველაფერი ფულით ხო არ არის, კაცო, 15 გეყოფა თუ 10 არა, 10 გეყოფა. 10 გეყოფა. 10 გეყოფა. 10 გეყოფა. 15. 15 წამომცდა, 10 გეყოფა. 15 ივა. 10. მომეცი უკან. მოიცა ერთ წუთს. კარგი ხო? წადი. პროცენტი. აუ, მეთქი და გავიწყდებოდა ერთი წუთი. დროზე ქენიო. წავედი აბა. კარგად იყავი, კარგად. კაი დრო გაატარე. რა თმინდოდა ეს შუა მავალი რა თვითონ მოეტანა თუ რამე უნდოდა. არა, უხერხულია რა, უხერხულია ესე ჟიურის ახლა მაგდა შენს კონკურსი გავლილი და ახლა ჟიურის რო ასე ფული აეღო, ცხოვრებაში ასეთი რამე არ გამიკეთებია, პირველად მოხდა რა. არ ვიცი რა. რა ვიცი, ერთი 4 მონაწილე დარჩა და გამოჩნდებიან ალბათ 3 ოქტომბრამდე, რა ვიცი, კაც, რამანებეთ თავი ერთი წელი. ლას-ვეგასში გათენდა, ისე ახლა ამოვიდა, ვაშინგტონში შუა დღეა, დაციმაც წამოვიდა, ამსტერდამში შვიდი საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა მე დავადგინე როგორია 64 ქართველებისთვის. წარმოიდგინეთ მწვანე მდელო, ულამაზესი, უღრუბლოცა, აქეთ-იქით ნაირ-ნაირი ყვავილი, სურნელოვანი, სულ სხვადასხვა სუნით. აქეთ-იქით ძალიან ლამაზი ხეები, რომლებზეც ხედან ნაირ-ნაირი ფერად-ფერადი ჩიტები, ჭიკჭიკებენ სასიამოვნოდ, გაალობენ. აქეთ ერთი წყარო მორაკრაკებს, იქით მეორე წყარო მორაკრაკებს და ამ მდელოს ცენტრში დგას დიდი ტელევიზორი, რომელშიც გადის თურქული სერიალი.
ისე მართლა შეგვჭამეს უკვე ამ თურქულმა სერიალებმა დამეთანხმეთ ყველა. შეგვჭამეს გადაგვიარეს. ესე იგი 7 თურქული სერიალი გადის უკვე სხვადასხვა ქართულ არხზე ერთად რო ავიღოთ და თითოეული არხი კიდე აპირებს რომ დაამატოს რაც შეიძლება მეტი თურქული სერიალი. მე არ ვიცი ხალხო ჩვენ რა გვეშველება. მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ არაფერი გვეშველება მანამდე, სანამ ვიღაც არ გადაიღებს სერიალ დავით აღმაშენებელს, რომელიც ამოწყვიტავს, გაჟუჟავს და გადაუვლის ყველა თურქულ სერიალს. მოკლედ, სანამ ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, რუსთავი 2 გადართულები არიან თურქულ სერიალზე, ამ დროს პირველ არხს არ ძინავს. პირველმა არხმა რა ქნა, პირველმა არხმა დაიპყრო და შემოიერთა მეცხრე არხი. ესე იგი როგორ მოხდა? ჯერ დაიპყრო, მერე შემოიერთა და მერე 5 რჩეული ქალვაჟი გამორეკა თავისთან. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ძალიან კარგად მუშაობენ, არ წყდება ეს ზარები ბომბებთან დაკავშირებით. მაინც გრძელდება, იქ ბომბია, აქ ბომბია, მოკლედ ეს ბომბი ხან იმედშია, ბომბი ხან რუსთავი 2-შია, ხან მაესტროშია ეს ბომბი, მერე ისევ იმედშია. მე ერთი რამე მაინტერესებს, კაცო, ეს ბომბია თუ ინგა გრიგოლია? გადავიდეთ ახლა პოლიტიკაზე დროა უკვე და ვნახოთ რა ხდებოდა ამ კვირაში ქვეყანაში. ამ კვირაში ქვეყანაში, კარგია. გთხოვთ. დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა მშენებლობა მესამეჯერ უკვე ჩვენჯერ ორჯერ გახსნილი დაწყებული ხესის 3 წლის წინ. აი, ხედავთ? ამათი ორჯერ გახსნილი მშენებლობა ახლა მესამედ გახსნა პრემიერ-მინისტრმა. ჯერ სათხართ ხალხო. ახლა ჩვენ ვისაც ავირჩევთ 27 ოქტომბერს, მე ნახეთ ის რამდენჯერ გახსნის. ამ კვირაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ეკონომიკის ქართველ ექსპერტებს და ბევრი კარგი შევა მივიღეთო, განაცხადეს ქართველმა ეკონომიკის ექსპერტებმა. საქართველოში გაუქმდა დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი. ძალიანაც კარგი. მეტის ღირსია. რაღა დროს ირინა ალეგროვა მითხარ. აი რაღა დროს ალეგროვა 20 წლის წინ ვიღაცას მოწონდა ხალხო. 20 წელიწადში რა, ასაკი დააკლდებოდა, თუ სმენა მოემატებოდა, თუ გემოვნება ძალიანაც კარგი. რაც ნაკლები ჩამოვა ასეთი საშუალო ნიჭის მომღერალი საქართველოში, ხო? მით უკეთესი ჩვენი ყურებისთვის და ჩვენი გემოვნებისთვის. მე უბრალოდ გიждები ეს ხალხი რომ მიაწყდა და რომ იყიდა ეს ბილეთები და ელოდებოდა და ირინა ალეგროვა ან მე რა ჯანდაბათ მინდოდა ეს 2 ბილეთი რომ ვიყიდე და რა ვერ გავიდე, რა მინდოდა გეკითხებით ეს რა. რა მინდა? ავნერვიულდი. მოკლედ, სანამ ირინა ალეგროვას მაგივრად საქართველოში ჩამოსასვლელად როქსანა ბაბაიანი ემზადება. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. წინა გადაცემაში მე დავიწყე ჩემი საეთერო დროის გაყიდვა. 5 წუთს ვყიდი. ეს შეუძლია იყიდოს ნებისმიერმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინც დარეგისტრირდა და რაღაც გარკვეული თანხის საფასურად მე ვიქნები მისი მხარდამჭერი ყოველ კონკრეტულ გადაცემაში. წინა გადაცემაში მე ვიყავი შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფულის განამხდელი არ იყო, მაგრამ ეს კარგია და ეს ნახა კობა დავითაშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ მომდევნო გადაცემაში ჩემი მხარდამჭერი იყავი და თანხას გადაგიხდიო. მას თანხა ჯერ არ გადაუხდია, შეპირებულია მხოლოდ, ამიტომ მის მხარდამჭერ აქციაში, რომელსაც მე დღეს მოვაწყობ, იქნება მისი ქებაც და მისი ლანძღვაც და იმის და მიხედვით თუ ის თანხას მოიტანს თუ არა გადაცემაში დარჩება მისი ან ლანძღვა ან ქება. ასე რომ დავწერთ. ხმა მიეცით კობა დავითაშვილს. მას ჭამაც უყვარს და შიმშილობაც. შოვნაც უყვარს და ხარჯვაც.
დარტყმაც იცის და მოთმენაც, ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ჩვენ ხარს უჭერთ კობა დავითაშვილს. მართალია, ბატონი კობა ერთი შეხედვით სპორტული არ არის, მაგრამ ყველა პარტიიდან იგი პირველი გარბის. მოქალაქეთა კავშირთან ერთად მან ვერ ააშენა ქვეყანა. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მან ვერ ააშენა ქვეყანა. ქართულ ოცნებასთან ერთად მან ვერც ქვეყანა ააშენა და ვერც თვითონ აშენდა და წავიდა. ხმამიეცით ბატონ კობა დავითაშვილს და თქვენი შემოსავლები ისეთივე დიდი გახდება, როგორც თვითონ ბატონი კობა. კობა დავითაშვილი, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, ობამასთან ობამა, ჟირინოვსკისთან არ უნდა ჩასულიყო. აირჩიეთ ბატონი კობა დავითაშვილი და სერიალებიდან გაქრება გარყვნილება. აფთიაქებიდან გაქრება პრეზერვატივები, ქუჩებიდან გაქრება კაზინოს რეკლამები, ცოტა ხანი აცალეთ და კიდევ ბევრ უარესს მოიფიქრებს ბატონი კობა. ტაში. თუ არ გინდათ არც ამერიკა და არც რუსეთი ხმამიეცით კობა დავითაშვილს და ჩვენ ვიქნებით ირანი. კობა დავითაშვილი თუ მას სახელი გაუტყდება, გვარიდან აიღებს და გამოიყენებს. კობა დავითაშვილი თითქმის სუფთა ხელებით ქართულ პოლიტიკაში. კობა დავითაშვილი ერთადერთი მართლაწონიანი პოლიტიკოსი საქართველოში. ჩვენ ხარს ვუჭერთ კობა დავითაშვილს. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემაში სიახლე გვაქვს ღამის შოუს მუსიკალურად ახალი ბენდი აფორმებს, რომელსაც პირობითად გუფის ბენდი ეწოდება ჯერჯერობით და კიდევ ერთი სიახლე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შემოგვიერთდა მაგდა ვასაძე, არაჩვეულებრივი უნიჭიერესი მომღერალი, ახალი ქართული ხმის ფინალისტი. გმადლობთ, ნახოთ როგორი ფეხი გექნება მაგდა ჩვენ გადაცემაში და იმის მიხედვით განისაზღვრება ხელფასი. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ თემო და სპილო. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, ვინ მოგვეწვია რუბრიკაში თემო და სპილო და მოვიწვიეთ თემო და სპილო. თემო და რომ არცხილაძეები, გთხოვთ? კიდევ ერთხელ გნებავთ ამის მოსმენა? შეგვიძლია რამდენ სიხთით? აი ნახე, აი ეს ახართ ქართველები. ფულზე რო საქმე მივა, უკვე ცუდი ბენდი გახდა, ხო? ესე მე მგონი შეუნდა გადაგვიხადო, რომ მე თქვა რამდენს ვიხდით. აჰა, გასაგებია. მე რატომ უნდა გადაგიხადო? შენ რამდენს უხდე? რა შენი საქმე? როგორ? მე უხდი 300-ს. ესეთი ბენდი 300-ს მეტი დაამატო, იმიტომ რომ იშვიათად დღევანდელ ჩვენს სივრცეში აი ეს მუსიკა ამ დონის ბრავო ოთარ. ეს მომწონს რა. ძალიან მაგარი. რა თქმა უნდა, ქუჩა ვიარე და ვეძებე როგორ. მე მელომანი ოთარი, ესეთი რამე number 1. გმადლობთ. მოკლედ როგორ ხართ ახლა მითხარით და სად ხართ ხალხო დაკარგული? დაკარგული? მინდა გითხრა? რომას ვკითხე, მაგრამ არა უშავს შენი ლაპარაკი. უსწროსები ჩაღრავენ უბრალოდ ყოველთვის ეგრე.
დიახ, ბრძანეთ. დამიჯერებ, ახლა მე დავჩაგრავდი 5 და 600 დაივია და თავიდანვე და მაგის გამო ტარაკანას მეძახდა მამაჩემი. შავი არა ვარ, მაგრამ პატარა ვიყავი რომასთან გვერდზე ხო ახლა და სხვათა შორის არსებობს შენ ეთყობა არ ერკვევი იმაში ზოოლოგიაში. არის ასეთი ჯიში, ზოოლოგია, როგორ ჟღერს ზოოლოგია. ზოოლოგი, აცტეკური ტარაკანა, რომელიც თეთრია. ხო? ეთყობა იმას გეძახთა მამა. ალბათ. ტარაკანა ის აცტეკი ჟღერს, რაღაცა. გაბარა. ეს თუ ტარაკანა ესენი მაშინ სპლიყვები არის, ხო? ესეა. სპლიყვები არიან. სპლიყვები. სპლიყვი რა? ბენდის სპლიყვები რა. ბენდის სპლიყვები. არა ჩაულებ ჩვენ შოუს აფორმებს ბენდი სპლიყვები. რას ნიშნავს? შვილის, სპილოშვილები. სპილოშვილების სპლიყვები. არაფერი იმანებს. კარგი მოყევი რა ხდება, მოყევი შენსკენ. ბევრი სიახლეა ვიცი, რომაზე მე გადავალ. რომა დარბაისელი კაცია და ჯერ მოდი ცანცარებმა ვილაპარაკოთ. შენსკენ გაისიახლეები. არა, ბრძანდებოდეს. გაისიახლეები ის არის რომ ხო იცი ახლა რუსები ძახდნენ ზაპად ნამპა მოჟეტო და იგივე ვარიანტი დამემართა მეც რა აქეთკენ პრაქტიკულად ვისვენებ და მადლობა ღმერთს რომ ხო გვასვენებენ იზულებით ხო და მიწევს ძალიან ხშირად ესპანეთის სამხრეთში არის ესეთი ფანტასტიკური კურორტი არის მარბეა ბელისიმო მაგარია ხო სადაც შარშამი მიწვიეს ჯერ ჟიურიში ნატალი სტიუარტ ფოქსმა და მისმა მეუღლემ რიჩარდმა ჟიურიში ვიყავი ახალგაზრდა მომღერლების კონკურსზე და იმის მერე ახლა წელს მომიწია ჩასვლა ბანდერასის ფესტივალზე სტარლაიტი რომელიც მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა იქ და ჩამოვიდა ბანდერასი ის არის ხო სადილის მერე რო საღეჭრიზინას გეთავს ხო დიახ ხო და რაცოდი გასე დიახ გავაგზავნე ბანდერასულად რო ეჭავს ბანდერასულად კონცერტებით შემოსავალს იქ ვღებულობ ჩამოვდივარ მე თბილისში და აქ ვჭამ და ისვენე კიდე ხო ჩემი კიდე ერთი ძალიან კაი მე ახლა თამუნას ჩემშულს ბევრი იცნობს კლიპებიდან ადრე რო ვიღებდი მაგრამ ნიკუშას ნაკლებად და ნიკუშა ხო ერთი 6 წელია უკვე ნიუ-იორკში ამერიკაში წავიდა და 3 წელი დაამთავრა სამსახიობო და ეხლა დაამტკიცეს საარტისტო ძალიან გთხოვთ რა საარტისტო კაი ბატონო მაგაზეს არტისტი და დაამტკიცეს ეხლა სრულმეტრაჟიან ფილმზე როლი მისცეს რომ გადაღება ეწყება ოქტომბერში კარგია კარგია ესე იგი ცხილაძეები ნახე გენი სასწაული გენი ცხილა კარგია ცხილა კი გენი კარგია რა არის აქამდე ბევრი ვარსკვლავი ყავდა ტატიშვილებს და სუხიშვილებს და ახლა ცხილაძეებიც დაემატენ აპლოდისმენტები დიდი მადლობა კარგი welcome თქვენ მითხარით რამე იცი რა ისე მე გეტყობოდი მითხარი რატო ვერ ვაპარაკობ სხვა შორის ყოველთვის იყო პრობლემა ის რომ როცა მე დავიწყე აქტიურად უკვე ცალკე მოღვაწეობა აღმოჩნდა რომ ყველაზე კარგი წამყვანი აღმოჩნდა მე ჩემი ამ საუბრით მაგარია ნო აღმოჩნდა ესე მოხდა ისე რომ მე ბოლო 4 წელიწადია კონტაქტით მუშაობ სკანდინავიაში ესეთი ბენდი T-Blues მე ეჭვმაგვი ჩვენ აუცილებლად აგესტუმრებით ეს არის rhythm and blues-ი ბოლო 14 წელიწადია აღმოსავლეთ ევროპიდან ერთ-ერთი ეს ბენდია რომელიც იმ სივრცეშია აღმოსავლეთ ერთ-ერთი ეს ბენდი მიიღეს იმიტომ რომ თუ სუბთა blues არ შეთავაზებ იქ ინტერნეტში არ მიიღებენ რა ქვია ბენდს მაპატიეთ T-Blues Mob T-Blues Mob ბაგორი კოკა ცხიტიშვილია დაფუძნებელი მე რამიდა თბილისის აი თბილისი რო ცოტა თბილისად რო T-Blues Mob მე თქვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით ლაბლუნოსლოვა აუცილებლად კი იმიტომ რომ დიდი ხანია მინდა გამოვცვალო ეს მოძველებული ბენდი გამოცვლილია და იქნებ თქვენ დაუკრათ არა ჩვენ არ გამოვსვლით ოღონდ გუფი რჩება გუფი რჩება პრინციპში პარალელურად გახმოვნება ფილმების გახმოვნება რაღაც სხვა დიდი პროექტების პლუს ამას ვეხმარები საერთოდ მე ხა ისეთი იდეა მაქვს ვიწყებ ესე ქვია სპილო სინდიკატი ანუ ვიწყებ ლაგოდეხიდან სარფამდე ჩვენ დიდ ქალაქებში რა სპილოების მოშენებას ჩუდიაზე არ არის მაგრამ ამაში იდეა რა არის ეს ადგილობრივი მუსიკოსები ბენდები ხო ყავთ იგივე თელავს
რუსთავს და ჩვენ დიქალაქის ქუთაისს და შემდეგ და მინდა რომ აი მუსიკოსებთან ერთად ავაკეთო ალბომი თვითონ ნაწარმოები ესწრებს და ამით მე იმ მუსიკოსებს იმ პატმოლია როგორ იატაკქვეშეთი როგორ ჟღერს იატაკქვეშეთი რაღაც და ხო იმ მუსიკოსებს მე რაღაცნაირად ზემოთ და რაღაცა თეთრგზაზე underground კარგია აი ეს რა ვიცი მე ვთვლობ რომ არ გავჩერდე კარგია რომ მოთხოვნადი ვართ ძალიან კარგია ჯერადო და კარგია ის რომ ვზნობ რომ მე თვითონ აი მუსიკოზე ერთ-ერთი პატარა ვარ თვითონ ვინც ყველაზე უმცროსია ამის მიზეზი არის ის რომ იმ მუსიკას რასაც ჩვენ მუსიკოსები რასაც ჩვენ პატივისცემ რასაც ჩვენ რა ვიცი გემოვნებას ვეძახით ამას არ გაჩნია არც ეროვნება არც რელიგია არც ასაკი რა თქმა უნდა ეს არის ის რაც აი მე მართლა მე სანამ არ მოვიდოდი ბოლო თქვენ გადაცემას შემთხვევით გადავდე რა შემთხვევით ვნახავ ჩემ გადაცემას აბა შემთხვევით ჩასაჯდომი გადაცემა ნამდვილად არა ესეა ზუსტად იმიტომ რომ ძალიან უყურს ხო ესეა და ძალიან მიხარია რომ ამიხარდა ის რომ რაღაც ახალი შესლი ვიც იყვნენ ძალიან კარგი არჩეული მუსიკოსები მაგრამ კარგავარად უბრალოდ არმიანი სელავი ხო რა თქმა უნდა ისე ჩვენი მეგობრები არიან რომა ჩვენთან ერთად არიან რა თქმა უნდა ძალიან კარგი არა გემოვნებაზე იყო რაღაცა და გემოვნებაზე არა ეხლა რომა პროდიუსერი როგორ წამყვან მიიღწევს კონცერტების რაღაცები და ადრე ახლა როცა ერთად ვიყავით ნუ ძირითადად მე ლაპარაკობდი კონცერტის გახსნაზე ნუ გახსნის წინ და რატომაც ხო რატომღაც და ერთხელ დილას 12 საათზე გლდანში იყო მილიციის სკოლა და იქ ფილარმონიამ გაგვიშვა რომ კონცერტი გააკეთა. არ დაგავიწყდეს ეგ დღე. ეს რომელი წლებია ბოდიში? იმ საუკუნეში იყო. რაღაც 85-84 მაშინ მილიცია იყო, კი ბატონო. არა მე ვიფიქრე რომ გლდანში კიდე მილიცია ხო არ არის. არა, ხო და რაღაც მილიციის სკოლა იყო თუ რაღაცა. იმიტომ რომ პოლიცია ყველგან. ხო და ჩვენთვის დღემდე აიჩემა რომ გინდა თუ არა ეხლა აქო მე უნდა წავიყვანო მე გავხსნიო მე დაველაპარაკებიო ფარდა რო გაიხსნებაო და ახლა რას ეტყვის რომ მას თემძღვანელი ფარდა თქვის ისა ფარდა იყო ხო და თოგზე იყო ეს ფარდა რასაც ნუ მაგას არ აქვს ყველა ფარდა ეგეთია რომ არა ფარდა აი ზანავესკა უფრო უხდება ვიდრე ფარდა არა რაღაცა შტორი ხო შტორი ეგ არის ესეთი არა ხედი აი ამ შტორის უკან დგას რომა და გაიხსნა ოთარ გაიხსნა გავხსენით ჩვენ გავხსენით ისა და დარბაზი არის გაჭედილი და ყველა არის ფორმაში დედასპისავარ ვაშკაცები განა და რომ დავენახე ნაადად მეურვებია დედასპისავარ ფარდა რომ გასეს ბიჭებმა და რაღაც თქმას ვაბიო და გზნობ რომ რაღაცები ხდება თმა მომივიდა და უყურებს რომა იმათ ისინი ხო ელოდებიან აუდიტორია და შემოტრიალდა რომა და დავიწყეთ მეტი არაფერი არ ვთქვია დავიწყეთ არც გამარჯობა დავიწყეთ თუ რა უნდა მეთქვა ამას გაკეთება შეიძლება მე ვიფასო მეგობრებო მე როგორც ექიმი მოგმართავთ ვისაც თმის წვენის პრობლემა გაქვთ ხშირად ჩაატარეთ კონცერტები პოლიციის დღეს პრობლემა აქვს იმას ვისაც თავის ფორმის პრობლემა აქვს მე მგონი რა კი შვენიერი კი უკანასკნელთან კი არაჩვეულებრივი გვერდიდან არაჩვეულებრივი კი თავის პრობლემა არა გაქვს ნამდვილად ეხა თმის პრობლემა გაქვს ეხა რომ თქო არ გაქვს თქო ვინ დამიჯერა თმის პრობლემა მე არ მაქვს თმასა აქვს რომ შენ თავზე არ ამოდის ვერსია მაგრამ კიდე დავამატებდი ვისაც თმა აქვს იმას თმის პრობლემა უფრო მეტად აქვს ხო შენ რა ზოთავს ისე ულვაში რომ გაიპარსო შენ რო შემოხვედი თავიდან კოლინა მეგონე არა კოლინა კი მეგონი ულვაში ხა პირიქით ხეცბაიას არ შეგადარე შეგნებულად თემოს კაი ბიჭია მაგრამ ვერ მოვიყვანე აქამდე და იქნებ შენ დაურეკო თემური ხო იქნებ მოვიდეს არ მოვა ვიცი ხო უხასიათო ბიჭია მორცხვი ბიჭი მორცხვი მაგრამ ძალიან მაგარი კაცი კი მორცხვი ბიჭი როა ეთყობა ტაქტიკაზე ლაპარაკი უყვარს ტაქტიკაზე მოედანზე მორიდებულია ვერ უტევს რა კარგი
ჩემ თემო მე არ მithქვი არაფერი. არა, თემო, მე ვარ ეს გაფუჭებული, გათახსირებული, მე. ეს არაჩვეულებრივი ადამიანია. გემოვნებაზე იყო აქ საუბარი და აი ქორწილებში რომ მაიამულატკას ვღერის ყველა. ფულს გიხდიან? ფულს არა კვახი კიდე. კვახს. მე უფრო რა მაინტერესებს. სხვა შორის ძალიან გულში შევძლებთ. თემო ძალიან გულში. ქურდების ინსტიტუტი ხო მოვშალეთ, ხო? და ძალიან ქურდების ინსტიტუტი ხო მოიშალად რაღაც, ხო? მაგრამ სახელმწიფო თვითონ რო ქურდი აქვს, აი მაგას რა უყოთ? ჩაარჩევაჯინოთ ცოტა ხანი. ტრიბუნა შემოგიტანო? არა, მე მაქვს ტრიბუნა. დავაი. იტყვი ამას ყველაფერს. იტყვი მაგას ყველაფერს. ადექი. სახელმწიფო რატოა ქურდი? იმიტომ რომ რამდენი წელი გავიდა, 20 წელია და ადრე საავტოროს იხდიდნენ ყოველთვის და საავტორო აი ახლა 1 წელია რაც დაიწყეს. სახელმწიფო რა შუაშია, კაცო, ესე თეატროლოგიანი კი არ მღერის, მულატკას მღერის. ისა მომღერალი რესტორანში. კი, მაგრამ ხო უნდა გააკონტროლონ სიხარულო ჩემო. მოკლედ ძალიან მაგარია ქართულ ქორწილებში, ხა არ ვიცი რამდენად ესწრება თემო. რო ესეთი ჩამოყესარი უკვე სისტემატიკაში მოვიდა ქართული ქორწილი რა, საათი და 43 წუთის მერე უნდა იმღერონ მაიამულატკა. ყველა ვარიანტში. ხო, ნუ ხიტია. ხიტია, ძალიან მაგარი ხიტია. და მერე უკვე კიდე ცოტა ხანში მძახლების სადღეგრძელოზე ჰოპა განგამ სტაილ მოდი. ჰოპ, არაჩვეულებრივი. კარგი, თემოზე გავიგე, რომ მოკლედ თემო ესპანეთში მოღვაწეობს ხალხო. ისა ზაზა გადაგსვავთ შენ და გუფის ნუ ლაპარაკობ. მე რომ ლაპარაკობ, აგ მომისმინეთ. აი გუჯა, ნახე როგორ ყოჩახ გუჯა. ყოჩახ სემესტრში გამოყვება ხუთიანი. თემო მოკლედ ესპანეთში მოღვაწეობს ხალხო. ჩადის იქ, ჟიურის წევრია, რაღაცა კონკურსის, არ ვიცი. და ასევე იქ წერს სიმღერებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გამოფენა ქონია იქ. და ხატავსო. ხო, ხატავ, არა, გამოფენა მანამდე ფრანკფურტში მქონდა, ჰოლანდიაში მქონდა, ჰააგაში კიდე რაღაც. ესპანეთში გამოფენა ჯერ არ მქონია, მაგრამ სურვილი აქვს, რომ ეხა რაღაც კინოფესტივალია, იქ ვარ მიწვეული, ესპანეთი, მარბეიაში. და იქ თხოვეს, რომ ნახატებიც რო ჩავიტანო და სხვა შორის არ არის ჩემს ზმარი, რაღაც ორიგინალური. როგორ არა, გასო, შენი ძმა არის. არა იმიტომ, რომ და პლუს კიდე ახალ დისკს წერ ინგლისურენოვანს, ისევ ჩემი სიმღერებით და იმის პრეზენტაციაც იქნება ესპანეთში. ახლა მომისმინე გამოფენაზე 1 წუთი, მე შენთვის მომზადებული მაქვს. რა. ბატონო ელეფანტ გადაეცა. ელეფანტ არა, დრო. დრო, ელ. და რა ვქნა, რა დავხატო. სანამ ახლა მე და ბატონი რომა ვისაუბრებთ, შენ დახატე მაგდა ვასაძე. მაგდა ვასაძე არის აი ეს გოგოროა. მაგდას ვერ დავხატავ, იმიტომ რომ ძალიან დახატულია და ძალიან ლამაზია. ნუ შენ დახატავ. არა, მე მინდა რომ მაგდა დახატო. აი მე რომ მინდა რომ შედაგხატო. ეგ შენი პრობლემაა, ჩემი დახატვა რო უფრო მინდა, ვიდრე მაგდა. ხოდა. მაგრამ ნუ რა ვიცი. ჩამოყალიბდი. ილაპარაკეთ და შენ ვისაც დახატავ? ხო. კარგი. თქვენ ხატეთ. კი ბატონო. ჩვენ ვისაუბრებთ. მე ვთვლი რომ ცეროსი თავისი პლალობებით, თავისი პახმელიებით, თავისი რაღაცა ესეთი ცუდი არომატით. არა, გააჩნია რა სვავ, რომა. ძალიან რაღაცა სხვაგან წავედით ჩვენ. ხო, იმიტომ რომ ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ნაღდი ეს არის სიმშვიდე, ისა თქვენ განაცემას აქვს, ყველაზე ნამდვილი ეს არის თვითკრიტიკა, რაც ამ განაცემაშია, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქართველები იმ შემთხვევაში ადრეჩება, როცა იქნება გემოვნება დაცული, თვითკრიტიკა და რაც მე თავში ვთქვი, უნიღბოთ რო იცხოვრო და ფაიზაღი სიმართლეს რო იტყვი ყოველთვის, ეს არის
თავარი არგუმენტი იმისა, რომ წარმატება არის იქვე, ღიმილი არის იქვე, მშვიდობა არის იქვე, თრიაქი როგორც მშვიდობის დროშა არის იქვე. ცუდი ამაში არაფერი არ არის. მე არ მithქვია ეს ქართველი მეფეების ციტატები ასე რომ მე ახალად შენ სპილო ვინდა გარქვა მითხარი შენ უნდა გერქვეს დიოგენე ეკინი გაწიკა შენ ჩემზე უკეთესი კასრი სტუდიაში სპილოს პაროდია შეგიძლია სპილოს პაროდია ჭირდება პაროდია უბრალოდ არა ისე არ გავხარ ახლა სპილოს მაგრამ აი რაღაცა შეგიძლია შემოგთავაზო აი სპილო როგორ რასაც აკეთებს სპილოს აკეთებს რას აკეთებს სპილოს რა უნდა გავაკეთოს საგულეროში ჩამაგდა რა უნდა გასწავლო ის მართლა მე მხატავს იმას სერიოზული პრობლემები აქვს სპილო რა უნდა ლაპარაკობთ ხელს არ გიშლით აი სპილოს ხმა მაგალითად როგორ დადის სპილო ყურებს როგორ აფართხუნებს ყურებს მე სუსვაგან ვიყავი სად იყავი? ყურები მე არ ქონდა იმაში. აბა რა ქონდა? სპილოს ყველაზე დიდი რა აქვს. ხორთუმი თქვენაზე იცინოდი. თემო არ მორჩი? არა, მე თან გისმენთ, თან ვერთობი, საშლელი უნდა წამოგეღო სახლიდან ისე, რომ ახატინებს. რაღაცეები მეშლება და ვერ ვასწავლებ. არა, მე მინდა რომ პირველი პირი იყოს. სახელი ამარჩეულები მომნეს? მაგდა. მაგდა თემო ეს? არა. როგორ გონია? მე მგონი ვალიკოს ხატავს. მოკლედ, რომა, ისევ ანტიკვარული მანქანებით დადიხარ? არ გვალავდობ ესთეტიკას არა. ახლა რითი ხარ მოსული? ხოჭოთი. ისე ჭკვიანი კაცი ხარ. აი შენ ხო ვითომ ძველი მანქანა ყავს, ხო? მანქანები ძველი. ჩვენ ხო ვცდილობთ რომ ახალი ვიყიდოთ და წლები რაც გადის, ჩვენ მანქანებს ფასი აკლდება, რომას მანქანებს ემატება. კონიაკივით არის, კონიაკივით. კონიაკივით არის და რამდენი მანქანა ყავს ახლა? 5. და რა მარკებია მათ შორის? ეს არის Audi Volkswagen ხოჭო, სხვა შორის ეს არის პირველი ყველაზე პოპულარული დღეს სოფლიოში რაც ინდუსტრია არსებობს აკნების Patriots ეძახიან ამ მანქანას ყველაზე მეტია ეს გაყიდული Beatles ამ ხო ხოჭო აბსოლუტურად ორიგინალი ყავს 37 წელს გამოშვებული BMW კაბრიოლეტი ეხა ბოლოს შევიზინე კადილაკი Elvis Presley's კადილაკი დაახლოებით ტიპის ყავს Chrysler Imperial 53 წელს გამოშვებული აბსოლუტურად ორიგინალი და ამავე Imperial-ის ლიმუზინი 50 კაპიტალი გაქვს რა სერიოზული ეს ხოჭოები ძალიან მაგარი მე ნანახი მყავს ერთი ხოჭო Beatles ხო იცი გუჯა close your eyes and I kiss you და სხვა შორის ჩემ ახლო თქვენს რომ რომამო რა მანქანა ითრეო კურტკასავით მოხურული აქო აი კურტკას რომ მოხრო და ხეს რა გაუყრი კურტკას ხო იცი ძალიან პატარა ამაგიძის ხელა მანქანა ეხლა მეტყობს კი ამიტომ მოვიდა თემო დღეს მარშრუტით რა ძლიერია ხოჭო ხო ერთად მოვიდა რომა და მოყვა მარშრუტით თემო აუ არ დაამთავრე ამოიწურა შენი ყველანაირი დრო ამოიწურა არა მე დავამთავრე მაგრამ საშლელის უქონლობის გამო მანახე და მოდი ერთად შევაფასოთ მომეცი არ გავს იმიტომ რომ საშლელის უქონლობის გამო მაგრამ მაინც რაღაცა მაინც ეს რა არის ეგ არაფერი არ არის საშლელის უქონლობის გამო აჰა აი ეს ვარ მე აი ასე უყვარვარ მე თემურ ცხილაძეს აი ესეთი დამინახა მან მე საშლელი სინთეზია სანამ დიდი იყავი ხო და უცებ ახლა მე მინდა თქვა რომ დღეს მე და რომამ მოვილაპარაკეთ რომ დღეს უნდა გვიმღეროს სიმღერა თემო პრემიერა ხო თქო პრემიერა იმიტომ რომ მე ვილაპარაკოთ თუ თქვენი ლაპარაკებთ თუ ერთად ვილაპარაკოთ თუ გინდა დუეტში ვილაპარაკოთ მაშინ თქვენი ლაპარაკეთ რომ ეს არის პრემიერა ამ შოუში ეს არის პრემიერა ეს არის სიმღერა ჩემი სიმღერა მე საერთოდ როგორც ალბათ ბევრი მაიცია რომ არა ხო ვღერი ვარ იმას რასაც მე თვითონ ვწერ და ეს სიმღერა უბრალოდ მარბეა ისე შემიყვარდა ისეთ ფანტასტიკური ადგილია რომ გავუკეთე საჩუქარი
დავწერე სიმღერა მარბეაზე, ტექსტი გამიკეთეს იქ ესპანეთში. და ეს სხვათა შორის ეს სიმღერა არ შედის იმ დისკს, იმ CD-ზე, რომელსაც მე ინგლისურენოვანზე არ შედის. უბრალოდ ეს გავუკეთე ჩემი მხრიდან საჩუქარი და ეხლა ტრიალებს, როგორც მითხრეს, რომ იქ რადიოში, ესპანეთში ძალიან ესე იგი ეს არის თემო მაინც არ თქვა, ისე როგორც მე მინდოდა რომ ეთქვა. ეს არის ესპანურენოვანი სიმღერა, რომელიც დაწერა თემურ ცხილაძემ. ეს სიმღერა შესრულებულია ერთხელ და ისიც ესპანეთში. ესპანეთში პრემიერა არის აქ, შენს გადაცემაში, ჩემო კარგო. სანამ თემოს დაუთმობდე ასპარეს, მე მინდა მოგმართოთ მეგობრებო, ვინც ესწრებით დღეს ჩაწერას, თუ კი ვინმე ცოლის მოყვანას აპირებთ, აი ახლავე მოიყვანეთ, რომ თქვენ ქორწილში თემურ ცხილაძე მიმღეროს ლაივში, შეგიძლიათ აი ახლავე. აბა, წავიდა. მოკლედ თემურ ცხილაძე სიმღერის პრემიერი. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. პირიქით. იმიტომ რომ მე დიდი ხანია ასე არ გამოჩენილ ხართ. რაღაც ეთყობა რაღაცას ამზადებ. რომა. ოთარ, მე მინდა შენ გითხრა ძალიან დიდი მადლობა და ყველა იმადენას ვის ეს გადაცემა გამოიგონა.
რომ მეს ამდვილად დღემდე ჩვენს სივრცეში მართლა გასვევებული ხარ, უნიღაბო ხარ და ძალიან მაგარი გასცემა აქვს და ყოველთვის მზათა ვარ, სადაც არ უნდა ვიყო, ჩავერთვები პირდაპირ ეთერში და ხამაღალა ვიტყვი რომ ოთარ ატუშვილის შოუ არის ნამბერ 1. ძალიან მაგარი გასცემა. ცოტა ხანი ვიტირებ. ძალიან მაგარი. დედა მამა მოიყვანე ტელევიზორთან უყურებს. ოხ, აი ამ სრემლიან ოდაზე ამ სრემლიან, მაგრამ ბედნიე. კენაცოლე. გემშვიდობებით და მართლა უსაყვარლესი ხალხი გვყავდა დღეს სტუმრად რუბრიკაში თემო და სპილო მაინც გავაკეთებ რა. სპილო იცი როგორ აკეთებს? და ბერმე გამაკეთებია. ანჩუკები რუბრიკა საყვარლესი უნიჭერესი ხალხი რომა და თემო ხილაძეები დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ის იყო რომ ძლივს ჩემი სირცხვილი დამავიწყდა და უკვე ახალი სეზონი იწყება. რუბრიკის სტუმრები არიან მეგა შოუს შემქმნელები. მე გულისხმობ მეგა შოუს ცეკვავენ ვარსკვლავები. გთხოვთ. მოკლედ ახლა მე გეტყვით რა ხდება. ნოე არის პროდიუსერი, რუსა არის მუსიკალური ხელმძღვანელი და სამი წამყვანი ეყოლება ტრადიციულად ამ შოუს. სამწუხაროდ დღეს ნანკა კალადოზიშვილი ქალაქში არ არის და ვერ მოვიდა ჩვენთან, ამიტომ წარმოგიდგენთ დუტა სხირტლაძეს და წარმოგიდგენთ ოთხი წამყვანი, მეოთხე ვინ? ლიკა ლაბაძე იქნება ჩემთან. 4 წამყვანი, აჰა, ეს რა ხდება, მომიყევი რა ხდება? ანუ წყვილად არიან რა. ორი სცენაზე, ორი. არა, უბრალოდ დუტა და ნანკა. დუტა და კახა არიან წვილი. ერთად ვართ რა მოკლედ. დუტა ნახეს ადამდე მიხვედი? სეთენზს არის წინ როგორ ვაკეთებ. ხო, ანუ 4 წამყვანი და გოგოები არ არიან სამწუხაროდ. გოგოები არ არიან, დღეს მამრობით ნაწილია წარმოდგენილი. არიან ბიჭები, მამრობითი ნაწილის წარმომადგენლები. კარგი, ესეც კარგია, ძალიან კარგია. ჩვენ სანადიროდ გამოგვიშვეს. ინაზირეთ. ვიზე სანადიროდ. საერთოდ ოჯახში მონადირეებს შექონდათ ხოლმე იმ თავითვე და პატრიარხატი გვაქვს აქ. შენ ამას რა ჭირს? ეცი რა არის? მე როდის ხვდები ხოლმე იცი? დუტა, დიმიტრი,
მე როდის არა შენ გაუგეთ დედაჩვილს ჭირდებოდა და არა ვიცი შენ რო გაუგე იმაზე არ არის საუბარი მე გეტყვი ჩემ გაჭირვებას ხო გენაცვალ მე გენაცვალოს ოთარი როდის ხვდები ხოლმე იცი რომ წარუმატებლად ვიხუმრე როცა მარტო გუფი იცინს ხო და ეხლა იყო იგივე სიტუაცია ამას ამბობ რა თქმა უნდა ეს არ დარჩება ეს გავა მარტო პრომოში კარგი აბა მითხარით ახლა როგორ ხართ და ნოე ახლა უნდა თქვა შენ წვილები და ვინ შეარჩიეთ და როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რუსა ხო უნდა თქვას გისმენთ რის თქმა მინდოდა ცოტა ხმამაღლა თამამად ნოე შეიძლება აბა რა მე და შენ ხო მეგობრები ვართ რა დაშუაში აქ შოუ და ესა ვითომ მისხავართ იმ დღეს რო ვიყავით ერთად არ თქვა სად უბრალოდ ხო არა რატო არ თქვა დასალევად ხალხო ამ კონკრეტულად როგორ გეგადრება პირიქით დავა კონკრეტულად ის ლოკაცია ვიგულისხმეთ თუმცა ლოკაცია მოდი მონაწილეებზე და წამყვანებზე გეტყვი უბრალოდ ჟიური რო ბოლოში მოვიტოვო ხო შეიძლება კი ბატონო კი ბატონო კარგი მონაწილეები ყავს ძალიან საინტერესო ეს ძალიან შეიძლება რა თავიდან და ვაიმე გუფის გაერცინა და ცუდად ვიხუმრე შავ დღეში ვართ დიახ მოკლედ მონაწილეები ყავს ძალიან საინტერესო სპექტრში წარმოდგენილი სწორედ ძალიან უნდა და მონაწილეობა და ეს არის მაგის შედეგი რასაც ეხლა აკეთებ აი მე ვამეცადინები დიდი ხანი და ნოემ დაბრატა გავაკეთოთ ნომერი კი მაგას მოჭერწამი მერე ის ჭირდება მოიცა ხალხო მოდით თანმიმდევრობაზე ჩამოყალიბდეთ აი ეგ მინდოდა მე თქვა მაგიტო გადავიდა თქვენი ნომერი მე და რუსას ნომერი მე ჯერ მოусვინოთ პროდიუსერს თუტა რა გჭირს რა უკვე დამეწია 40 წლის ხდები და ცოტა სერიოზულად ხოდა მე თუ აღარ ახარ 20 სულ რომ მეუნებოდი მე 20 ვარო აღარ ახარ დაგეწი გმადლობთ მე გაჩერებული ვარ გელოდები 20 და ვარ დიახ დისციპლინა 0 ნოლი დისციპლინა რის თქმა მინდა ანუ ნაწილი არის ძალიან ნაწილი კი არა მთელი ნაწილი არის ძალიან საინტერესო მონაწილეების რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა შეიძლება ითქვას ყველა მონაწილეების ნაწილები არის როგორი იცი აი ეს ნაწილი ეს და ეს არის განსაკუთრებულად მეორე სქესის წარმოადგენლების საინტერესო ბოდიში რავა კონკრეტი ნაწილები ალბათ ხდები რომ ეგ ყველაფერი ხდების ხედვის მე ყველაფერს ხვდები მთელი უბედურება რაშია ეს ვიწრო ხედვა იმის იქით 0 ისევე როგორც დისციპლინა ისევე როგორც დისციპლინა მაგრამ უფრო უარესი ჭირს ამ კაცს კიდე გითხრა გუფიც აღარ ცინის სამაგიეროდ როგორ პადაჩას მიძლევი ხო ხედავ რომ ტაშკობად მე შეიძლება ვაცალოთ ამ კაცს შეიძლება რომ ჩამოვყალიბდეთ როგორ არ შეიძლება გავაგრძელოთ ლაპარაკი რა სადავეები წამართვეს ნოე ნახე მე სუსტი წამყვანი აღმოჩნდი გისმენთ ხო მოკლედ მონაწილეები მოიცავს ამ დიდ სპექტრს რომელიც არის სპორტით ხელოვნებაც იმედი ამ წინადადებას დავამთავრებ როგორც ხელოვნება შოუ ბიზნეს მედიცინას ეს ყველა ტრადიციული ნაწილია შოუში რა თქმა უნდა ექიმის გარეშე წარმოუდგენელი სხვათა შორის ბედის ირონიით ისე მოხდა მედიცინა გავაკეთებ ახლა ვისაც არ ესმის რომ ვიცოდი გაგიხარდებოდა ხოდა ვეღარ ვაგრძელებ რო არ აგრძელებ და ამიტომ გააგრძელე რომ გავაგრძელო სხვათა შორის ბედის ირონიით ისე მოხდა რომ შენ მე მართლა სასაცილო იყო ბოდიში ნოე თუტა გადი ცოტა ხანი და შემოდი მე ეცეთ ბედის ირონიაო და ის გამიკეთე რა ესლი უვასნილია მაგრამ თან ფონი დავაი და შევკრა სუყა იქნება რა თან ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ბედის ირონიით ყველა მაპატიეთ უკაცრავად ჩვათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ ხა რა არა ეს არა ილაპარაკი მაშინ მნიშვნელოვანი არა მნიშვნელოვანი მარტო ეს არის მე ვისო გავფრთხილე აი კახო რა არის პუდრა არ მოხდა რამე პუდრა არა ნუ ისაუბრე ძალიან სხვათა შორის შენ არჩიე ვისთან ერთად მოხვიდოდი დღეს მე ვერაფერს ვერ დამაბრალებ რა თქმა უნდა
ძალიან მიფასდება ჩანს ალბათ. შენი მეწყვილე ყოფილი მეწყვილე. შენი ყოფილი მეწყვილე იცეკვებს ისევ ექიმთან. რას ერჩით ამ გოგოს? მზია ორველაშვილი იცეკვებს გუგა კუზანოვთან. კი ბატონო. რა დააშავა ამ გოგომ? გუგა კუზანოვი რო იცეკვავს ეგ გაღვნის. ზუსტად იმიტომ რომ ამის წარმომადგენელია და აი ხელკო ლაპარაკის დაიწყო შეხედე. ეს გამოკვლევებზე ყავდა. კაი, მზია და გუგა. მზია ზუსტად იმიტომ რომ არაფერი არ დაუშავებია ჯერ. იქნებ ეხლა მაინც დააშავოს რომ მე ესე თქვათ მედიცინას მოვაშოროთ და იყოს უფრო ასეთ თუ აცალე წყვილები ჩამოთვალოს რა მოგივიდა კაცო აშები მინდა რომ ვითხოვ წყვილებზე გადახსვავ ეხლა იცოდე აშებს ვითხოვ წყვილებზე შემდეგი ანუ მზია და გუგა კუზანოვი ყავს ანატოლი ბოისა სალომე ჭაჭუასთან ერთად რამენმა დააკეთა ანატოლი ბოისა ეს ჩვენი საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ყავს ასევე კოტიკო თოლორაია თავის მეწყვილესთან ერთად რომელიც არის ანი ჯაჯანიძე ყავს სოფო ნიჟარაძე რომელიც იცეკვებს თავის მეწყვილესთან რომელიცაა რამაზ ლაზარიშვილი ასევე ყავს ნანა ნებიერიძე რომელიც ევროპის ჩემპიონი წყალში ხტომაში დიახ ძალიან კარგი ადამიანი ძალიან კარგი ადამიანი ვისთან იცეკვებს ლევან ახვლედიანთან ყავს ასევე ნინი ცნობილაძე რომელიც იცეკვებს იაკობ უფუნიასთან ერთად იაკობ უფუნიას არ ვიცნობ ეს არის ახალი წევრი 19 წლის ხო თუ არ წლის იქნება იმედის ჟურნალისტი თაკო ჩორგოლაშვილი იმედიდან აუცილებლად ვიღაც უნდა ყოლოდა და მე მგონი იყო საუკეთესო არჩევანი გავაკეთე თაკო ჩორგოლაშვილი იცეკვებს გაგა თოდუასთან ერთად ყავს ნინა წკრიალაშვილი რომელიც იცეკვებს რეზიკო რობაქიძესთან ერთად ყავს გიორგი ყიფშიძე რომელიც იცეკვებს ჯულიანა ბარგნართან ერთად ასევე ყავს ნოდარ პეტორა გვარი გურგენაშვილი ნოდარ გურგენაშვილი რომელიც იცეკვებს როგორც პეტოს ისე ვიცნობ ხო გვარი გავიწყდება რომელიც იცეკვებს ხატ აბა ირაკლი აბა პეტო იცეკვებს ხათუნა ოკიტაშვილთან ერთად. ასევე ხათუნა ოკიტაშვილთან ერთად. ხათუნა ოკიტაშვილთან ერთად და ყავს გია სურამელაშვილი. რომელიც იცეკვებს. რომელიც იცეკვებს. ერიკო ის რატო იცინეს? მე ვიცინი მე წარიგები. არა, ეხა ყველა ვიცინით, არის ნერვიულო. მარტო გუფი რო იცინის მაშინ არის. ერიკო ჯაჯანიძესთან ერთად. ვერიკო ჯაჯანიძესთან ერთად. და კიდე ხო ყავს? და კიდე გამოფჩა. მე-13 წყვილი ყავს. მე-13 ამბავი. ქეთი ხატიაშვილი რომელმაც მოიგო ინტერნეტ ესე იგი ვოუთინგი იგივე ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო ნაწილში რომელიც საიტზე იყო განთავსებული ხო კარგად თქვი კი და ის იცეკვებს გიორგი ბარბაკაძესთან ერთად რომელიც იყო ქრისტინეს მეწყვილე პირველ სეზონში კარგი ახლა მომისმინე მადლობა აი ეს ყველაზე რთული ეტაპი გავიარე. კარგი. ეს მე-13 მონაწილე რატო გადაწყვიტეთ, რომ პირველივე ტურში ვარსკვლავი არ გავარდეს? თქვა. რეაქციას ველოდები მან დავიწყე. დაიცალა ის. დაიცალა. მე ჩქარა ვიტყვი. ჩქარა თქვი. იმდენად რამდენადაც ეს პროექტი გახდა ძალიან სახალხო და ყველას უნდა მონაწილეობის მიღება პროექტში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვხედავდით. ეს იყო რეალურად მართლა პირველი პრეცედენტი საიმისოთ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ყოფილიყო შესაძლებელი პროექტში მოხვედრა, იმიტომ რომ მანდ იყო ერთადერთი კრიტერიუმი, რომ უნდა ყოფილიყავი ვარსკვლავი
თავი, ესე ვთქვათ, და ნუ ცნობადი ფიგურა საზოგადოებისთვის. იმ ადამიანებს მოხდი. კარგი, გავიგე. მაგაზე აღარ შეგაწუხებ. უბრალოდ მე დამირეკა ჯამლეთ ხუხაშვილმა. ხო კაი გადასვლა. დამირეკა და ძალიან ნაწყენია თქვენზე. ანატოლი ბოისა რო აიყვანესო, გიორგი შერმადინმა რა დააშავა. გიორგი შერმადინი თუ არა, ნინი შერმადინი მაინც აიყვანათო. ნინი ავიყვანეთ თქო ცნობილაზე. კარგი. წამყვანები რის მიხედვით შეარჩიე? თმის ვარცხნილობის. ეს თმა რატოა იცი ესე? აბა, დავიწყოთ. მოკრი ეფექტი მივცე მოიცა. ცანანანა. ერთიც გააკეთე რა. ვერ გადაიღე. მე ერთიც რა მე. მიდი ერთიც. დამაკონკრეტე რა. დააკონკრეტე ძალიან ხო. შემოხდიალ. 1 2 ჯერ დაისხი. ცანანანა. ხო, გამატნე. შეგასულეთ. და ნიჭის. და ნიჭის მიხედვით. ვალობთ. ანუ თმის ვარცხნილობა დუტასი და ნიჭი კინწურაშვილი სამერთმაგინდა. უკვე კაია, მე მაყოფილი ვარ, ეგრეც მაწყობს. მე ჩვენ ყველას გვაინტერესებს, არა მარტო მე. ჩაწყობები წელსაც იქნება? ისე ჩვენ გამიხილეთ ეგ საკითხი. ანუ დაიჩაგრება პროფესიონალები? ესეთი კი. ესეთი კი. ესე იგი თუ შევატყე მე რომ ჟიური ყოველ შემდეგ გადაცემაზე ახალგაზრდავდება, ესე იგი კუზანოვი მაიმუნობს რაღაცას. კუზანოვი ზოგადად არის ძალიან ისეთ კარგ სიტუაციაში, ძალიან ძლიერი კონკურენტია, იმიტომ რომ ყველა მონაწილის სუსტი წერტილი იცის. ნუ ყოველ შემთხვევაში ნაწილის ზუსტად ვიცი რომ იცის. კი. ნუ იულა ქავთარაძე გასაგებია. დანარჩენების ჩაცმაზე ვინ ზრუნავს? დანარჩენების ჩაცმაზე მარიდა ზენკა ზრუნავენ საკმაოდ წარმატებულად. სხვათა შორის. ანუ იქნება ისევ ეს. კი, ჩაცმულები იქნებიან. ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. მე მინდა წარმატებები ვუსურვო გიას ურამელაშვილს. და რა არის მისთვის მაგ საჩუქარი. ეხა დაგვემშვიდობე რომ აღარავინ აღარ ილაპარაკოს. არა, ჯერ საჩუქარი გიასთან უნდა გაგატანოთ. ჩვენ შპალიერებს. ესე იგი გია აი ამ თავის მე ვიგრძენი ეგ და თავიდან რეაქტიურები. ხო გენერს. თუთა უფრო შენ იქნები ალბათ კონტაქტში და შენ წამყვანებთან, ამიტომ თქვენთან მაქვს ამ შემთხვევაში საქმე. ება მონაწილეებთან. გვეშვება. გია სურამელაშვილი რომ მოიხსნის ამ თავის ბეჭდებს და ოქროულობას და ყველაფერს ეგ ხო ბეჭდების მბრძანებელია. ამას ყველაფერს რომ მოიხსნის, სადღაც ხო უნდა ჩაყაროს და მე მინდა მას ყუთი გადავცე საჩუქრად. და არიცი, ეს არის თავსახური იმ ყუთის. ყუთს შემდეგ გადმოგცემთ, აი, გადაეცით თუ შეიძლება. რა მაინტერესებს, იცი? აი ეს არა, ეს ქვემოთ დარეთ, რომ თქვენ გამოჩნდეთ. აქ უკან შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. ინგლისურენოვანი სურამელაშვილი წელსაც იქნება? ჩერტკოევზე გეუბნები. ანუ ხო არ იქნება ეს კაცი მიკერძოებული თქო, აი ამის თქმა მინდა. იქნება აუცილებლად ჩამოვა და შეაფასებს ქართველენოვან ჩერტკოევს. კარგი, მაშინ ამას ვიკითხავ. შენ ისევ ოთახში იქნები? კი, აბა, ისევ ოთახში. მე კონკურსანტები. სცენაზე იქნებიან დუტა და ნანკა, შენ და ლიკალაბაძე იქნებით? კი, ვიქნებით ოთახში. და იქიდან კონკურსანტებთან ერთად და შევეცდებით რომ გავამხნევოთ ყველა. ახლა დუტას რა უნდა გიქცა? შეუდადგა. კილოცა. ახლა ჟიურიზე მითხარით, თუ შეიძლება ვინ იქნება ჟიურის წევრი? ვინ შეაფასებს ამას ყველაფერს? ჟიურის შეაფასებს ჩერტკოევი. მოკლედ მე ხა ლაპარაკობ იმ ჟიურის ეყოლება წარმომადგენლობითი ჟიური იქნება 4 ან 5 წევრი ეყოლება. 4 ან 5? რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი რომ ძალიან საინტერესო ჟიური ეყოლება წელს. დიახ. პროექტს ჟურიში მოგვევლინება გოჩა ჩერტკოევი ისევ. მოგვევლინება თუ იქნება?
ჟურიში ასევე ძალიან ხშირად ვიხილავთ, იმიტომ რომ ერთი წევრი აუცილებლად იქნება ცვლადი ჟურიში. ესე გადაწყდა და ამ ნაწილში გამომდინარე თავის გრაფიკიდან რომ ყველა ეპიზოდს ვერ დაესწრება, მაგრამ ძალიან ხშირად მოგვევლინება სოფო შევარდნაძე. დანარჩენი ორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამიტომ არ ვასახელებ ჯერჯერობით. ხოლო ბოლო ჟურის წევრი შეიძლება ითქვას პირველი კიდევაც გადაწყდა კონკრეტული ბრძანებით. მომესი? ეს არის ბრძანება ცეკონა ვარსკვლავების სექტის ბეჭდით მიერ გაკეთებული, ესეთი ოფიციალური, ასიმილეში ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ეს ბრძანება შოუა და იმიტომ ამბობ. რიტმი გავაკეთოთ? ხო და დატიტანე. ამ გინდა ეს გუფი კი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია გუფი თუ შედება რა. მე მიმართავ დარბაზს. დარბაზს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცეკვავენ ვარსკვლავების მესამე სეზონში ჟიურის სტატუსით მოგვევლინება ოთარ ტატიშვილი. ესე იგი მე შემსრულებელი ვარ თუ დამკვეთი? შენ ხარ შენ დამკვეთი ხარ. მე მიუხედავად იმისა დამკვეთი ხარ, მაგ თანხაც წერია. კი. ახლა რა გადმოაწერა ხელში? ეს თანხა 30 და 45, ამაზე ამბობ? კი, მან ის არის გზადება ნოლები. მე მიუხედავად იმისა, დუტა რომ შეიძლება სრულიად საქართველოს გამლანძღოს, მე მაინც მოვაწერ ამას ხელს. იცი რატო? იმიტომ რომ მე უნდა ვიყო, მე ვიქნები თუ ეს სიმართლეა და არ მატყუებს და ეს მართლა კონტრაქტია, ხო? მე უნდა ვიყო მონაწილეების ომბუდსმენი. და უნდა დავიცვა ყველა მოცეკვავე და დაუწერო სულ 9-იანები და 10-იანები ხარ. აი ეს მიშენ გამოსაკაჩათა ხარ, ხო შენ? კი. აჰა. ნახე როგორი ხელის მოწერა მაქვს. ძალიან საინტერესო. კი. მოკლედ ამის დანიშნულებას ამ ხელმოწერის მერე მე მართლა ყველანაირი ხუმრობის და იუმორის გარეშე მართლა მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, რომ მესამე სეზონი ზუსტად იმ გუნდთან ერთად კეთდება, რომელიც ნაწილი აქაა წარმოდგენილი, ისე რუსა იქნება მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ბენდი თუ ბენდის გარეშე, მაგრამ ძალიან საინტერესო კომპოზიციებს იხილავთ მესამე სეზონში, რომელიც მთელი მოსამზადებელი ფაზა უკვე შეიძლება ითქვას ესე ვთქვათ, გახურებულია. არაჩვეულებრივი წამყვანები ნაწილი დაბრუნდა და ნაწილი დაბრუნდა. ნაწილთან პირველივე სეზონზე იყო მოლაპარაკებები, მაგრამ რიგი მიზეზების და გამო ვერ იყო და აი მესამე სეზონზე როგორც იქნა ახდა ჩემი ოცნება და მოვხდი ამ პროექტს. არისო ესე? იყო. აი რამეს ვატყებ ალალად ვიტყალე. მე მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი წამყვანები ყავს, ოთხეული, სასწაული ხალხი, პროფესიონალები, დუტა საერთოდ მაგრამ მაინც განსაკუთრებით მეგა შოუების წაყვანის მამა ჩემი ეს არ დაგავიწყეს, ეხა თურმე ჟიურიში ვარ და იქ რო დაუჯდები, რომ გამომაცხადებ ცეკვის გარინჩა ოთარ ტატიშვილი ასე გამომაცხადებ. მაგერს შევთანხმდეთ. რა იყო, გავაკერა მე? არა. უკაცრავად ბარდილოსნებთ არა? აღარ ვიხმო თუ ხელი მომეცი. ხელი მიეცი დუდა. ბიჭები ცელქობენ და მინდა მართლა სერიოზულად რო არის ცელქოს. გითხრათ რომ ნამდვილად ესე უფრო მეცელკინება. ნამდვილად რითიც გამორჩება წლევანდელი პროექტი ისეთი მოემეწინა ნამდვილად ძალიან საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა მონაწილეებს გულისხმობ პროექტში მართლაც მე მგონი პირველად არის ესე მომწონს ყველა
ჩემი სუბიექტი. გასაგებია მეორე სეზონში მარტო მე მოგწონდი, ამას ნუ გაიგო. კი, ესე იყო ნამდვილად. მადლობთ. რუსკა წავიდა. ისე დავბრუნდით ძველი ჯგუფი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ ჩემთვის პირადად და ჩვენთვის ყველასთვის. არაჩვეულებრივი ნამდვილად წამყვანები ყავს. ნუ დუტაზე ბევრს არ ვისაუბრებ და კახასაც არ უნდა ბევრი საუბარი. კახას არანაირ წარდგენა არ ჭირდება. ეს არის ჩვენი ფავორიტი. ნამდვილი არტისტი. კახა, დუტა არა, კახა. არაჩვეულებრივი დუტა, კახა და გოგოები და დუტა ჩაწყობით. მე მინდა კიდე სტაფზე ორი სიტყვა ვთქვა. ეს ჩვენი სტაფი არის სოფლიოში ყველაზე მაგარი სტაფი და მინდა რომ ამაზე მართლა წაშიდაო. და დამავიწყდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ცირკის ადმინისტრაციას რომ დაგვაქვთ ეს ნება და წელს და ვებხვებს. არ უნდა გეთქვა ეს? ფაქტობრივად ვებხვები გვეყოლება. ვებხვები ახლა გვეყოლება. ფინალში გვეყოლება ვებხვები. და მანამდე სულ ომები ვიქნებით იქ არა. არა, მე მოვითხო რომ ფინალში ჟიური გალიაში იჯდეს. ჟიური გალიაში ყანებსაც მოვითხოვ ცოტა ხანში. რას მოვითხოვ? სიურპრიზია იყო ეს და წამყვანებსაც მანდ მოვითხოვ მე. მეგობრებო, მე მგონი დამეთანხმებით რომ დროა დავამთავრო მათი სტუმრობა. თორე წინი წაიღო ამან უკვე. დღევანდელ გადაცემაში. მოკლედ, მე წარმატებას გისურვებთ. ეხლა ესე გამომივარო ყველას ასე ომნებიო, მაგრამ ასეა რომ მართლა ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. როგორ შეიძლება ახლა მე ცეკვავენ ვარსკვლავები გულშემატკივარი არ ვიყო მიუხედავად იმისა რომ უსამართლოდ გამომაბუნძულეს იქიდან. მაგრამ ახლა თურმე ბრუნდები როგორც ჯიურის წევრი და ახლა მე ვიცი რას ვიზავი. დიდი მადლობა. ესე იგი მართლა ყველაზე რეიტინგული მეგა შოუს შემქმნელები და წამყვანები იყვნენ დღეს ამავე შოუს ჟურის წევრთან სტუმრად და დიდი მადლობა.